მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორც ყოველთვის სითბოთი და პოზიტივით. ჩემო ძვირფასებო, რაღაც მინდა გკითხოთ. მე ცოტა ამ TikTok-ებში და ეგეთ რაღაცეებში დიდად ვერ ვერკვევი, უბრალოდ არ ვერკვევი, ანუ დიდად ჩემ ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს ეს სოციალური ქსელები და აქედან გამომდინარე რაც მჭირდება მხოლოდ ეგენი ვიცი, რაც ძალიან მჭირდება. დანარჩენად ახლა ნაკლებად მაინტერესებს. ხო და აქედან გამომდინარე, რომ ბევრი არ ვეძებო და მაგაზე არ დავხარჯო ენერგორესურსი ძებნაში, თუ იცით ვინმე, ან თქვენთანაც თუ ესეთი რაღაც ხდება, მაინტერესებს, რომ მოკლედ სტუმრებს ვერ ვნახულობ, უკვე რამდენი ხანია, ვინ შემოდის და ვინ არა. და ვიდეო ვინ ნახა და ვინ არა. აი ამაებს ვეღარ ვნახულობ. პრინციპში რა სავალდებულოა, მაგრამ უბრალოდ ვნახულობდი ხოლმე იყო და გაუქმდა ეს ფუნქცია თქვენთანაც თუ მხოლოდ ჩემთან. აი ეს მაინტერესებს უბრალოდ, იმიტომ რომ ჩემი მეგობრებიც რაღაცეებიც ვნახეთ, რაღაცა ვნახეთ, მაგრამ არ ვიცი მე ვთხარი, ხო ნახე რომ ვნახე თუ არ ვიცი, მე ვთხარი მე არ მინახია რომ ნახეთ. ხო და თუ ვინმე იცით და გაქვთ ამაზე ინფორმაცია, ხართ კომპეტენტური ამ საკითხში, მადლიერი ვიქნები და მადლობელი თუ დამაკვალიანებთ. მე პარხარ ძალიან ჩემო თბილებო და ტკბილო ქალბატონებო, რა ესეთი ორი დასტით მოვედი, სხვათა შორის ეს ძელი იმამაზი დასტა და ქართული არ არის, ესეთები არის რაღაც ქართულმა იმან გამოუშვა კვირისპალით რა მე მგონი. ხო და ეს არის ჩვეულებრივად გამოწერილი ნაყიდი. ცოტა გვიან გიწერთ ვიდეოს კი არა და გამთენიას. დიაგნოსტიკა მქონდა და ეხლა მოვიცალით ჩვენი ვიდეოსთვის. იცით რომ ჩემთვის საჯარო ვიდეო, საჯარო გაშლა არის კიდევ ერთგვარი რელაქსი. პირად დიაგნოსტიკებს რაც შეეხება ჩემო თბილებო და ტკბილებო. პირველ რიგში Facebook-ზე თუ მომწერთ, ეს იქნება ძალიან კომფორტული ჩემთვის. Facebook მისამართი გახლავთ შენი სულიერი სივრცე ეზოთერიკაში და არის მზის ლოგო და ასევე გეტყვით ჩაწერის პერიოდებს 9 მარტამდე არ არის ადგილები. 9 მარტიდან შესაძლებელია ჩაწერა ნებისმიერ დროს. ასე რომ ვისაც აინტერესებს ხოლმე ზოგჯერ წერენ რომ ხვალკა არა, ესე ვერ ხდება ფიზიკურად, იმიტომ რომ ჩაწერით ხდება ჩვენთან დიაგნოსტიკაზე დიაგნოსტირება პირადი. აქედან გამომდინარე, რომ წინა დღეს მომწერთ ან იმავე დღეს რო გავაკეთოთ, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მიყვარხართ, გიგზავნით სიყვარულს და ვიწყებთ გაშლას პოზიტიური ენერგიებით. ეხლა კი ვნახოთ რა ხდება შენს ემოციურ ფონში. მოდი შევხედოთ ტარო რას გვეტყვის. გაწელილი სიტუაცია, სტაგნაცია, მარტოობა, მომავლის გზის ძიება, რაღაც ცივი ენერგიები, თითქოს და ვეღარ რო გაუგია ადამიანს, შეიძლება უბრალოდ თქვენი საქმით ხართ დაკავებული და აქ ადამიანი გეტყვით რომ გადის სულიერ გარდატეხვას, მოდი ასე რომ ვთქვათ რა, ცოტა მარტივიანით რომ ვთქვათ, აქ აი თქვენი სული რაღაცა გაწმენდის პროცესს გადის. რომელიც დაკავშირებულია წარსულ ემოციებთან, რომლიდანაც გინდათ გასვლა, მაგრამ წინ თითქოს ჰორიზონტი გეჩვენებათ ცარიელი ამ წარსულის გარეშე, ვერც გადიხართ და ამ წარსულიდანაც არაფერი ინფორმაცია არ შემოგდით, არ არის სიახლე. ცდილობთ თქვენი საქმე აკეთოთ მაქსიმალურად. სხვათა შორის აქ მე ვიტყოდი, რომ ვიღაცისთვის ეს იქნება ინფორმაცია აუცილებლად უნდა გავაჟღერო, რომ აქ ვიღაცას აქვს ეზოთერიული ნიჭი
რომლის გასახსნელადაც შეიძლება მოხდა პარტნიორული ურთიერთობა, სადაც იყო მტკივნეული ემოციური ფონი. რის შედეგადაც თქვენ უნდა გაგიარათ სულიერი გაწმენდის პროცესია და შემდეგ თქვენი ცოდნა გაგეცათ. კიდევ რა შემიძლია ამ სიგნიფიკაციით თქვა? ან ადამიანი არის ურთიერთობაში, მაგრამ აი არაფერი არ იცვლება დიდი ხნის განმავლობაში ამ ურთიერთობაში, მაინც მარტოდ გრძნობთ თავს და ფიქრობთ გასვლას ამ ურთიერთობიდან, მაგრამ ვერ გადიხართ. აი თუ იცანით თქვენი თავი, ნახოთ რას გეტყვით სამყარო. მოდი ვნახოთ, კითხოთ რა გაგახარებთ, ხო? აი რა გაგახარებთ უახლოესი 1 თვის განმავლობაში. რა გაგახარებთ უახლოესი 1 თვის განმავლობაში? ვაუ. და ამას რა გაუხარდება? ახლა უყურეთ. ისეთ მდგომარეობიდან გამოხვალთ, სადაც მართლა რო იტყვიან ჯვარზე გაკრული იყო რა ადამიანი, აი თქვენი გული თქვენი გულის ტკივილის გამო შეიძლება ფიზიკური გადაადგილებაც გიჭირდათ. აქ სამყარო, სივრცე იხსნება ისე, რომ თქვენ ემოციებს ამშვიდებს. ეს ყველაფერი სხვათა შორის როგორი რაღაც იყო, იცი, დიდი წინააღმდეგობები, აი რაღაცა უდიდეს წინააღმდეგობას გადალახავთ, დიდი გზა გაქვთ ამ ადამიანთან გამოვლილი, შეიძლება მანამდე წინააღმდეგობებიც გქონდათ ერთად და გადალახეთ და რაღაცა სიმშვიდის ეტაპში შედიხართ, რა გაგიხარდებათ, ემოციური დამშვიდება გექნებათ ყველა ვარიანტში და ვიღაცამ შეიძლება სახლით შეიძინოს, ან რაღაცა საცხოვრებელი შეიცვალოს, ან აქ შესაძლებელია კიდევ რომ ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად თქვენ და თქვენი ადამიანი და აი ეს დაგამშვიდეთ, ჩემო ძვირფასებო. კი, თქვენი გონება, თქვენი შიშები, თქვენი ასე ვთქვათ ემოციური კრიზი კრიზ სამყარო დაასრულებს. აქ სხვათა შორის გირჩევენ, რომ ვინც მედიტაციებს აკეთებთ, ძალიან დაგეხმარებათ, ან ვინც მედიტირებდით, ან პრაქტიკას მედიტაციის კუთხით ვინც აკეთებდით, აქ სამყარო მადლს გამოიღებს, აი გეფიცებით რა. პირდაპირ გეუბნებიან სამყარო გიგზავნის ამ სიხარულს, სიმშვიდეს, თანაცხოვრებას, ან სახლის შეძენას. გააჩნია ვისთვის რა იყო აქტუალური, ხო? მამაკაცი, რომლის იმედიც აღარ გქონდათ, სხვათა შორის ორივე ერთმანეთის ერთგულები იყავით, აქ შემიძლია თქვა, თქვენ კი ცოტა ტვინინგის კდებოდათ, აი იმ გულის ტკივილის გამო, რაც მოხდა, რატო გტკიოდა, რაზე გტკიოდა გული, ეს რა არის? უცბად დედა რა მოხდა და შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება ეჭვიანობდით კიდეც, აქ რა მოხდა და ისეთი რაღაც მოხდა, უცბად დასრულდა ეს ურთიერთობა. რომ თლიანად, ძირფესვიანად დაანგრია თითქოს ყველაფერი. აი, ერთმა რაღაცამ თქვენი ამხელა კავშირი გახლიჩა შუაზე და თქვენს ფესვებსაც, ასე ვთქვათ, გაუკეთა ბზარები.
ამ ურთიერთობის ფესვებსაც ბევრ ადგილას ეს ფესვები დააზიანა, მაგრამ აი ამასთან დაკავშირებით მოგდით სასიამოვნო ინფორმაცია ზუსტად. აქ მაღალი ძალები ჩაერთვნენ უკვე სიძლიერე გამოსვლა მამაკაცის მხრიდან, იმიტომ რომ ეს ადამიანი თითქოს გამოვა იმ რაღაცა ვამპირიზმის გარემოდან, სიტუაციიდან, სადაც ამ ადამიანის შეჭმა უნდათ, მოდი ასე ვთქვათ, და თითქოს აი ეს კეთილ იმებზე, რა ქვია, განახლდება ეს მამაკაცი, იცით, იმიტომ რომ თითქოს ძალიან კეთილ ფესვებიანი ადამიანები მას ამ დროს ტვინს ურევდნენ, პირდაპირ ესე მოდის და ეს ადამიანი ამ მხრივ გამოჯამრთელდება და გამოდის აქ მაღალი ძალები ერთვებიან, ჩვენ არაფერს ვერ გამოვალთ და თითქოს ეს აი გასუფთავდებით მთლიანად თქვენ აი იმ დარდებისგან ყველაფრისგან ახალ ემოციებში შედიხართ გასუფთავებული და ახალი ეტაპი გეწყება ცხოვრებისეულად. კი, აქ აი გეფიცები ისეთი ტანჯვარი აქ ვინც მიყურებს ამ ადამიანის აი სული ყველაფრის ტკივილია და აი მე აქ თითქოს თქვენი სიბრძნე წარსულში როგორც მოიქეცით და აი რაღაცა ცდუნებას არ აყევით, აი ეს მოგცემთ ძალას და გაერთიანებას თქვენს მამაკაცთან. თქვენი იფიქრებთ აი თვით სამყარო ნახე რა საოცარი არკანია აქ, რომ თვით სამყაროს დაიჭერთ, რო იტყვენ ხელში ისეთი გახარებული იქნებით რა, აი თითქოს სამყარო ჩემს ხელშია, მადლობა სამყარო, განთავისუფლდებით იმისგან, რა ქვია, ხო, აი თითქოს ენებისგან, თითქოს გესლიანი სიტუაციებისგან და ასე შემდეგ. აი ესეთი ინფორმაცია ჩემო კარგებო. ეს გაგახარებთ უახლოესი 1 თვის განმავლობაში, რასაც მე თქვენ გისურვებთ დიდი სიყვარულით და მთელი გულით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გისურვებთ ბედნიერ წარმატებულ დღეს, თქვენ ალბათ უკვე დილას უსმენთ ამ ვიდეოს, ხოლო ვიდეოს ვინც როდის გახსნის, მაშინ არის აქტუალური და ვადა არ გააჩნია. გემშვიდობებით და გიტოვებთ მზეს თქვენს სულში.